მე გახლავართ ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე, ცხოვრობ ბათუმში. არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილი ვარ, მაგრამ ასე ვთქვათ პოლიტიკის გარეშე მე არ მიცხოვრია. და არც შეიძლება იყოს პასუხისმგებლიანი მოქალაქე ამ ქვეყანაში, ამ სიტუაციაში, თუნდაც ნეიტრალური, იმიტომ რომ ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა. ეს ძალიან რთული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ის რეჟიმი, რომელიც ახლა ეგრეთ წოდებული მთავრობა, რომელიც ახლა de facto მართავს ამ ქვეყანას, აბსოლუტურად გასულია ადეკვატურობის ზონიდან და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეთყობა არაადეკვატურობის იქეთა საზღვარი რა არის კიდე, ხო? ეხლა დღევანდელ პოლიტიკაში, დღევანდელ რეალობაში, აი მსოფლიოში რაც ხდება, ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ალბათ ამეთანხმებით, რომ მსოფლიო ფაქტორები ერთ-ერთი გადამწყვეტია, მათ შორის ჩვენი სანა, ასე ვთქვათ, პატარა ერების და ქვეყნების მომავლისათვის, მაგრამ ჩვენი აქტივობა, აი საქართველოში ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რას გავაკეთებთ, როგორ მოვიქცევით, დავემორჩილებით, ასე ვთქვათ, ამ დიქტატორულ, ამ უზურპატორულ მართლობას თუ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ დასავლური დემოკრატიისთვის, ეს თემა არის გადამწყვეტი და ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ძირითადად ერთმანეთს გაუზიაროთ, ალბათ ეს არის ხო იდეა, რომ გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი ხმა მივაწვინოთ ყველას, მათ შორის მივაწვინოთ სხვათა შორის იმათ, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება და ალბათ ყველას ყავს ირგვლივ ისეთი ხალხი, ახლობლები, კოლეგები და ასე შემდეგ, ვინც ჩემდა სამწუხაროდ არსებულ რეჟიმს მხარს უჭერს. მე სულ ვფიქრობ, მათი ღირებულებითი, ასე ვთქვათ, ბაზა საიდან მოდის და როგორ შეიძლება, რომ დაამყრობელს იმას, ვინც შენ გაგანადგურა 200 წლის განმავლობაში და კიდე გაგანადგურა აგერ გუშინ და გუშინზე, როგორ შეიძლება, რომ აი მხარი დაუჭირო, არ ვიცი. მე ნევროლოგი ვარ და ერთ რამეს გეტყვით რა, რომ 100 მილიარდი ნეირონია თავის ტვინში. ეს ის ნეირონებია, რომელიც ქმნის აზროვნებას, მოტორიკას, შეგრძნებებს და ყველაფერს ფაქტიურად, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, ადამიანის აზროვნების რამდენი ვარიაცია შეიძლება იყოს, ხო? შეიძლება საგანს ხედავდე შენ და ხედავდე კონკრეტულად, თქვათ 100 ადამიანი ხედავდე, რომ რაღაცა ეს არის თეთრი, ხო? და ერთმა შეიძლება ეს ფერი ვერ გაარჩიოს. ამას ქვია დალტონიზმი, ხო? თქვათ ოფთალმოლოგიაში. აი პოლიტიკაში როგორ შეიძლება სამშობლოს სიყვარულში დალტონიკი იყო რა და შენ მტერს ხო აი ეს ვერ ამიხსნია რა არის საკითხები რაზედაც საერთოდ დავა არ შეიძლება რა აი სიკეთისა და ბოროტებას შორის როგორ შეიძლება სადაო რამე იყოს ეს ხო აქსიომა არის სხვა ყველაფერზე კი ბატონო მოკლედ ამ ხალხსაც უნდა ველაპარაკოთ და მე ვფიქრობ რომ უნდა გაძლიერდეს აი ესეთი მოძრაობები და აუცილებლად გაძლიერდება მე ძალიან მომეწონა ბატონო ლევან აი ხალხშია ძალა და ხალხთან უნდა იყოთ აი ხალხს სჭირდება მაგარი კომუნიკაცია ყველა მთავრობა რომელიც დაშორდა ხალხს რომელიც დაყრუდა რომელმაც ვერ დაინახა ხალხის პრობლემა ყველა მთავრობა ასე ვთქვათ წავიდა და ამ მთავრობაზე ხო საერთოდ კომენტარი ზედმეტია არ ვიცი ალბათ სწორედ რაღაც აი ქართველთა იდეურ ერთიანობაში უნდა იყოს გამოსავალი რა. ყველაფერი დროის ფაქტორია, მთავრობა შეიცვლება, ცხადია, მაგრამ პოლიტიკოსებმაც, არაპოლიტიკოსებმაც, საზოგადოებრივმა, აქტივმა, მეცნიერებმა, სპეციალისტებმა უნდა შეთანხმდნენ და ზუსტად აი საქართველოსთვის უნდა გააკეთონ ყველაფერი. არა რაღაც პარტიული ამბიციებისათვის, არა რაღაც მერკანტილიზმისთვის, რითაც სამწუხაროდ დაკავებული არის დღეს მთელი საქოცეთი, ხო? არამედ სწორედ ამ ქვეყნისთვის უნდა მოახდინოთ შეთანხმება, ერთმანეთს უნდა მოусმინოთ და რაღაცა
მთლიანობაში მე მგონი ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს. დიდი მადლობა.